რუსთავში 2025 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების ერთ-ერთი პრიორიტეტი გზების მოწყობა და შიდა ეზოების რეაბილიტაცია იქნება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 65.5%-ით გაზრდილმა ბიუჯეტმა ქალაქს კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელების შესაძლებლობა მისცა. ჭყონდიდელის სახელობის უბანში ჯავახიშვილის, გიორგაძის და გრანელის ქუჩებზე ასფალტ-ბეტონის საფარი 11 საცხოვრებელი კორპუსის შიდა ეზოში დაიგება. მოიწყობა ახალი სანიაღურე ქსელი, გათვალისწინებულია ტროტუარების და ბორდიურების მოწყობაც. რუსთავში ვაგრძელებთ შიდა საუბრნო სივრცეების მოწესრიგებას, განვითარებას, მოსახლეობის ძალიან დიდი მოთხოვნა იყო წლების განმავლობაში და ვიწყებთ პროექტს, რომელიც 11 კორპუსის შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციას გულისხმობს. პროექტში გათვალისწინებულია როგორც ასფალტ-ბეტონის მოწყობა, ასევე სანიაღვრე სისტემების განახლება. მოსახლეობას ძალიან აწუხებდა გზის პრობლემა, რა თქმა უნდა, ამასთან ერთვოდა სანიაღვრეს პრობლემა, როგორც გავიგეთ და მოგვახსენეს პროექტის შესახებ, ასევე სანიაღვრეც მოწესრიგდება, შემდეგ დაიგება გზის საფარი, წვიმიან ამიჩიც აღარ დადგება წყალი შესაბამისად და ბავშვებისთვისაც უსაფრთხო გარემო შეიქმნება.